მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება, ვინ დაგეკონტაქტებათ მოულოდნელად. დღეს გვაქვს სწრაფი პასუხი. სწრაფ გაშლას გავაკეთებ, სამი პოზიცია გვექნება, ერთ-ერთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით, პირველი, მეორე, მესამე. თუ მალე ვერ არჩევთ ხოლმე პოზიციებს, შეგიძლიათ ვიდეო გააჩეროთ და როდესაც სად იქნებით განაგრძოთ ყურება, ვისაც პირადი კონსულტაციები გსურთ ჩემთან, ან დაინტერესებული ხართ ენერგეტიკული წმენდით, დამიკავშირდით მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. რაც შეეხება უკვე ჩაწერილ ვიდეოებს, შეგიძლიათ უყუროთ ნებისმიერ საჯარო გაშლას, რადგან ვიდეოები თქვენზე იწყებს რეზონირებას მაშინ, როდესაც მას რთავთ და უსმენთ და ის კავშირში არ არის ხოლმე, თუ როდის არის განთავსებული. პირველი პოზიციით ვიწყებთ დღეს. და ვნახოთ, ვინც აირჩია დღეს პირველი პოზიცია. ვინ დაგეკონტაქტებათ მოულოდნელად. ზოგადად კოშკის მაღალი არკანი, ისედაც მოულოდნელობის აღნიშნული არკანია, მაგრამ ამ შემთხვევაში მოულოდნელ თქვენთან კონტაქტზე გამოვა ადამიანი, რომელიც ახლა ძალიან ცუდ ცხოვრებისეულ ეტაპს გადის, ემოციურად არასტაბილურ მდგომარეობაშია, დეპრესიაში, რთული ეპიზოდი აქვს, ან თქვენ დაგშორდათ ძალიან სკანდალურად, ცუდად, არამეგობრულად, ან თუ ესეთ სიტუაცია არ გაგიულიათ, შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც ახლა გადის განქორწინების პროცესს, ან ძალიან რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და ეს შეიძლება ეხებოდეს უშუალოდ პირად კავშირებს. მაგრამ ეს აშკარად არის პიროვნება თქვენი წარსულიდან, რომელიც ახლა არის ძალიან დაკარგული, დაბნეული და შინაგან გრევას გადის. შეიძლება ეს არის კარმული მომენტი, როდესაც თქვენ რაღაც ცხოვრებისეულ მომენტში ამ პიროვნებამ დაგტოვათ ძალიან ენერგეტიკულად დაგაზარალად, დაგშალად და ახლა თვითონ აქვს ცხოვრებაში ესეთი ეტაპი, როდესაც ძალიან რთულ დაშორებას ან რაღაც კრიზისებს გადის, შეიძლება ეს იყოს სრული კრახი, ფინანსებში, შეიძლება ზოგიერთი თქვენთაგანი შემთხვევაში გაიგოთ, რომ ძალიან ახლობელი ვიღაც ნათესავიან ოჯახის წევრი ან ძალიან ახლო მეგობარი დაკარგა, გარდაეცვალა და ძალიან რთულ თემებზე არის აქ საუბარი, ამიტომ ვსაუბრობ. ესეთი რაღაც კარმული ეტაპი აქვს და პირდაპირ თქვენთან მოდის, ანუ ეს მას ექნება სურვილი, რომ მოგწეროთ, არა იმიტომ, რომ ყველაფერი კარგად აქვს და აი გითხრათ, რომ ნახე, ახლა კარგად ვარ და რაღაც არა. აქ მოდის მისი მოტივი, რომ თქვენში მიუხედავად ამ სირთულებისა, რაღაც ნუგერს და ხარდაჭერას და რაღაც გამოსავალის პოვნას ეძებს, არ ვიცი, თითქოს ბედი მოიყვანს ისევ თქვენთან. ანუ აქ არ არის ეს კავშირი მსუბუქი, არ არის რაღაცა ფლირტიანი, მეგობრული და ასე შემდეგ, ეს არის გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანის SMS-ი, რომელიც არ რაღაცას აღიარებს. ან პირდაპირ რაღაც მხარდაჭერას ითხოვს თქვენგან ან შველას. ეს არის ადამიანი, რომელიც დაკარგულია ახლა ემოციურად და თავის ცხოვრებაშიც ყველაფერი სტაბილურად გაჩნდა, ყველაფერი დაკარგა და საკუთარი თავიც კი დაკარგული ყავს. შეიძლება კიდევ ჩავთვალოთ პიროვნება,
რომელთანაც კომუნიკაცია რა თქმა უნდა ახლა გაწყვეტილი გაქვთ და ახლა კონტაქტზე არ არის, ანუ ვიღაც პიროვნება არის, ვისთანაც კავშირი ადრე გქონდათ, მაგრამ ახლა მას აქვს სერიოზული კრიზისი ცხოვრებაში და ზუსტად აი ამ საჭირში და გაჭირვების შომს გაახსენდა თქვენი თავი. ეს ემოციები არის, რომელიც არის მძიმე, ეს არ არის რაღაც მარტივი პროცესები. მე მგონია, რომ ეს არის უფრო კარმული დაკონტაქტება, კარმის შედეგი. როდესაც რაღაც ადამიანის მდგომარეობა არის, როდესაც თქვენამდე მაინც მოვა, ოღონდ ეს თქვენთან მოსასვლელი გზა იქნება იმის შედეგად, რომ მას ცხოვრებაში ახლა აქვს სრული ნგრევა. ასეთი პოზიცია არის, შეიძლება მიხვდეთ კიდეც, ვისზე შეიძლება იყოს საუბარი, ან ენერგეტიკულად, ინტუიციურად რაღაც იგრძენით, გაგახსენებთ ადამიანი და რაღაც კავშირი იპოვეთ ამ გაშლაში, ეს რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ეს იქნება თქვენი გაშლა. დაგემშვიდობებით პირველებო. და ახლა მე უკვე გადავალ მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით მეორეებო და ვნახოთ ვინ დაგეკონტაქტებათ თქვენ მოულოდნელად. თქვენთან მოდის მონეტების მეფე. მონეტების მეფე ზოდიაქოთი კურო, თხის რქა, ქალწული. რომელსაც აქვს გარედან შეიძლება ძალიან მშვიდი იერსახე. უფრო ადამიანის აღწერილობა მოდის ახლა ენერგეტიკულად რომ ავღწეროთ. ეს არის ადამიანი, რომელიც გარედან არ იმჩნევს არაფერს, უხარია წყინს, რა განწყობაზე არის ძალიან რთულია რომ გაიგოთ. ხშირად გარედან ძალიან მშვიდია, სტაბილურია და ძალიან გაწონასწორებული ჩანს, მაგრამ აი აქ გამოსახულიც არის თქვენ ცხოვრებით, ცხოვრობთ რაღაც და ის ზურგს უკან მაინც თქვენს ცხოვრებაში რაღაცნაირად შემოღწევას ცდილობს. ანუ ეს არის პირდაპირი მნიშვნელობა, რომ მას შინაგანად, შიგნით გულის სიღრმეში აქვს ძლიერი ემოციები ისევ. და ოღონდ ეს ძლიერი ემოციებია თუ გრძნობებია, ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში გრძნობაც კია. დატვირთული არის მაინც კომპლექსებით. ხო, შიგნიდან ამ ადამიანს კომპლექსები და დაუკმაყოფილებელი სურვილები თქვენთანაც შემორჩა, მოსვენებას არ აძლევს. მაგრამ გარეგნულად ძალიან აკონტროლებს მის ქცევას, აკონტროლებს თავს, იცავს თავის იმიჯს, და ძალიან ეშინია თავისი გრძნობების გამოხატვის, იმიტომ რომ არის ან ძალიან დაკომპლექსებული, ან ძალიან ამაყი ადამიანი. ნუ აი თუ არა პროგნოზირება და ძალიან უცნაურად იქცევა ესეთი ტიპის ურთიერთობა გაქვთ, რომ ვიღაც ადამიანი არსებობს და მუდმივად ხანცხელი ურთიერთობა, ხანცივი ურთიერთობა არის, მერე იკარგება და თავის გრძნობებს იჭერს, არა და გრძნობთ, რომ ამ ადამიანს მოწონხართ, უნდი ხართ მის გვერდზე, სურვილებში არის, მაგრამ ბოლომდე სათქმელს არ ამბობს. ეს არის იმის შედეგი, რომ არა პირდაპირად იმიტომ ავლენს თავის ემოციებს თქვენთან მიმართებაში, რომ რაღაც მომენტებში მას გონია, რომ ეს ურთიერთობა რომ წამოიწყოს თქვენთან უფრო მყარი, მას დაანგრევს. ან ძალიან დიდი კომპლექსები აქვს, აი გრძნობებს მალავს, პირდაპირ ვერაფერს ვერ ამბობს, რას გრძნობს. რადგან აქვს აი რაღაც ვიზუალური კომპლექსებიც კი შეიძლება ჩავთვალოთ. მოკლედ მისი შეტყობინება უფრო მოდის, აი ზურგიდან მოსული შეტყობინება არის, რადგან ეს არის ირიბი სათქმელი, ირიბად თქმული სათქმელი, გაურკვეველი ან უცნაური ქმედება, რომელიც მიგახვედრებთ, რომ მისთვის გულგრილი არ ხართ, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებულიც არ იქნებით თუ რის თქმა სურს თქვენთან. ამ ადამიანს აქვს ძალიან ბევრი შიდა ბლოკები,
თვითშეფასებასთან დაკავშირებით, გარედან შეიძლება ბევრი თვლიდეს, რომ ძალიან შემდგარი და ამაყი ადამიანი არის და ძალიან ისეთი პრესტიჟული პიროვნება არის, მაგრამ თვითშეფასებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ბრძოლების გავლა აქვს. შეიძლება თქვენზე ჰქონდეს ძალიან ბევრი ეჭვიანობები დაგროვილი, მაგრამ ამის ჩვენებაც არ შეუძლია. და აი ნორმალურად კომუნიკაცია თითქოს უჭირს. პირდაპირ რომ მოვიდეს და გითხრათ, რაც სურს მას, აი ეს მისთვის არის ძალიან დიდი დაბრკოლებები. რომ შევაჯაბოთ, გამოვა კონტაქტზე ადამიანი, რომელსაც გულის სიღრმეში ძალიან ბევრს გრძნობს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ქცევით და ურთიერთობების ტიპით არ არის პირდაპირი, ანუ წინააღმდეგობებით სავსეა. შეიძლება მისი კომპლექსები უკავშირდებოდეს, ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში ეს არ არის აუცილებელი, რომ მაინც ეს ყველას ეხებოდეს, ასაკის სხვაობას, წინამორბედ ქორწინებებს და ასე შემდეგ. შეიძლება ესეც ჩავთვალოთ. დაგემშვიდობებით მეორეებო, ესეთი პოზიცია გამოვიდა და გადავიდეთ ახლა მესამე პოზიცია, ვინც აირჩიეთ, მოგესალმებით და ვნახოთ ვინ გამოვა კონტაქტზე თქვენთან მოულოდნელად. ეს ადამიანი არის რაღაცნაირად მარტოსული, მარტოობაში ჩაკეტილი, ანუ შეიძლება ძალიან ჩაკეტილი ადამიანი შთაბეჭდილებას ტოვებდეს არა მხოლოდ თქვენთან, აი ყველასთან. მას თავისი სამყარო აქვს, თავისი მორალი აქვს, თავისი წესები აქვს. არ არის ხმაურიანი ადამიანი, ყოველთვის ჩრდილში ყოფნა უყვარს, ადვილად ვერ შეამჩნევთ. ცოტა ისეთი მდგომარეობა არის, ახლა ზოგადად განდეგილის მაღალი არკანი აჩვენებს აქ ადამიანის მარტოობას, რომელსაც აქვს სევდათან, თქვენთან მიმართებაში. შეიძლება ეს იყოს ძალიან განაწყენებული ყოფილი პარტნიორი თქვენთან მიმართებაში, ან ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში შეიძლება ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწია თავისი ესეთი გარიყულობისა და კომუნიკაციის არქონის გამო, რაღაც იმდენად მხოლოდ თავის თავს ეყრდნობა, ეს ხანდახან ცუდიც კი არის, რომ არ შეუძლია რომ ვიღაცას დახმარება თხოვოს, კონტაქტები შეინარჩუნოს, მუდმივად რაღაც უკმაყოფილებაში არის და აი რაღაცნაირად აქ კომფორტული მარტოობა არ აქვს ახლა ამ წუთას ამ ადამიანს, აქვს აი რაღაცნაირად აქ ეტყობა კიდეც რომ დარდში არის და რაღაცა რთულ სევდაში არის. ამ შემთხვევაში აქ უფრო მომდის ესეთი ენერგია, რომ აქ რაღაც ურთიერთობა ნამდვილად იყო, ეს არის თქვენი ყოფილი პარტნიორის ენერგია უფრო, რომელიც ან გაბრკოლებდათ, რომ წინსვლა გქონოდათ, ან აი მუდმივად ღუზა იყო, დიდი გემი გყავდა და ღუზა იყო თვითონ ეს ადამიანი. და თქვენ მის გარეშე ძალიან წინ წახვედით და თვითონ რაღაც ლუზერულად გრძნობს თავს ახლა და ძალიან სევდიანად არის და თან მიუხედავად ამ ყველაფრისა შეიძლება რაღაცაში მაინც თქვენ გადანაშაულებთ, აი თავის სისუსტეებს თქვენ გაბრალებთ რა. აი გულში აქვს წყენა, ბრაზი. შეიძლება შურიც კი ჩავთვალოთ, რომ აი შურს თქვენი ახლა ამ წუთას, იმიტომ რომ მიხვდა რომ თვითონ აღმოჩნდა პრობლემა. თქვენ რომ წახვედით, შორს გაცურეთ, თვითონ ისე ერთ კონკრეტულ იმაში არის ჩაფლული რაღაც სიტუაციაში. ანუ უჭირს ამ ადამიანს ახლა სხვა ადამიანების ბედნიერების მიღება. იმიტომ რომ თვითონ ძალიან შეუმდგარად გრძნობს თავს. და ვისი ბრალია, არავისი სხვა, გარდა იმისა, რომ გააცნობი, რომ თვითონ არის ამ ყველაფერში ბრალდებული, მაგრამ მაინც სხვაზე აქვს. უფრო მარტივია მისთვის, რომ სხვას გადააბრალოს თავისი ნეგატივები. ხო, აი, ზუსტად ეს არის, რომ მოგწერთ ისეთი ადამიანი, რომელსაც აშკარად შეატყობთ, რომ თვითონ ცუდად გრძნობს თავს, თქვენი ბედნიერების მიღება არ შეუძლია და შურს, ან რაღაცნაირად, აი, შეიძლება მოგილოცოთ, რომ როგორ მიაღწია ამ რაღაცებს, მაგრამ აი, მაინც იგრძნოთ
მესამე თვალით იგრძნოთ, ინტუიციურად იგრძნოთ, რომ აი ღვიძლით ნათქვამი არის და სადღაც თან აღიაროს, რომ აი მაგარ მიღწევებში ხართ, მაგრამ თან რაღაცნაირად აი რაღაც სიმწარე გამოურიოს. ურთიერთობაში მაინც ხშირად ესეთი ადამიანები გაურკვეველ დისტანციებს ინარჩუნებენ. მაგრამ აი რო გგონიათ რომ აღარ ახსოვხართ ამ ადამიანს და 100 წელი გავიდა იმის მერე რაც დაშორდით, მაინც რომ ჩნდებიან და მაინც რომ გსტალკავენ და მაინც რომ თქვენი დღევანდელობით იკვებებიან, აი ესეთი პიროვნება არის. გარედან თითქოს სულ ერთია მისთვის ვითომ თქვენი დღევანდელობა, მაგრამ თან რომ აი აქტიურად იგრძნობა, რომ შინაგანად ძალიან აქტიურად ემოციებს მაინც განიცდის და მაინც ემოქმედებას რომ ახდენთ მის დღევანდელობაზე, ხო? ნუ აი ამისი მოტივი თქვენთან გამოჩენის არის უფრო ის, რომ შეადარებს თავის თავს და თქვენს რეალობას და იტყვის, რომ მას უკეთ აქვს ცხოვრება, მე არა. ცნობის მოყვარეობის დაუკმაყოფილებობაც აქვს, რომ აი რაღაცების გამორკვევა შეიძლება უნდოდეს. და ნაწილობრივ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მას როგორც შვებასაც კი გულის ხოლმე ხანდახან, რომ აი გამოჩნდება თქვენთან და ცოტა ეგოისტური მოტივებით შეიძლება ჩაუთვალოთ. კიდევ განდეგილის მაღალ არკანს ახასიათებს ემოციური სიმძიმის შემოტანა. ამიტომ შეიძლება რაღაც ისეთი დიალოგით მოვიდეს თქვენთან, რომ მასთან საუბრის შემდეგ ცოტა დამძიმდეთ. მაგრამ იცოდეთ, რომ ამ პიროვნებას თქვენ და მე აქვს დაუმთავრებელი გრძნობები. ისე მის ინტერესის ობიექტი ხართ, ემოციურად ვერ დაგხურათ და მისი ნეგატიური შეფასებები შეიძლება აღიაროს რაღაცები, რომ აი წარმატებული ხართ, მაგრამ მაინც რაღაცა ნეგატიური ენერგეტიკა გამოურიოს და ამის გამო ხასიათი არ გაიფუჭოთ, ჩემი რჩევა იქნება. რადგან მისი ეს ქმედება იმის დასტური არის, რომ ამ პიროვნებას ისევ გრძნობები აქვს თქვენს მიმართ და რომ იცის, რომ უკან ვეღარ დაგიბრუნებთ, აი ესეთი ხერხით ეცდება რაღაცების ვითომ გაუფასურებას. დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.